მოგენოღოთ კურიერს 9 საათზე საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ჩერქეზთა დიასპორებმა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ისტორიკოსების და ექსპერტების დასკვნა მზად არის საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს. ისტორიკოსებისა და ექსპერტების ერთწლიანი ნაშრომით დასტურდება, რომ რუსეთის იმპერიამ 150 წლის წინ ჩერქეზი ერის გენოციდი მოაწყო. დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით არის დასრულებული და მის შედეგი არის ის, რომ მეცნიერებმა თქოს, რომ აქ იყო ნამდვილად ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელებული ჩერქეზი ხალხის მიმართ. პირადად მას ხანალ კვალიფიკაციას ზორ ხედავ და უძებნი იმას, რაც განახორციელა რუსეთის იმპერიამ. 90%-მდე მოსახლეობისა იქნა დახოცილი ან განდევნილი თავის სახლებიდან. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ არავის ეჭვიარეპარება ბუნებრივია იმ აგრესიაში, იმ ძალადობაში და იმ საშინელ მოთხრობაში, რაც ჩერქეზმა ერმა რუსეთის მხრიდან განიცადა. გენოციდის საკითხი საკომიტეტო განხილვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ჩერქეზთა დიასპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო მცირე ერის გენოციდის შესახებ არაფერი შეიტყოს. რუსეთი ამ ეტაპზე არათუ აღიარებს, არამედ საერთოდ უარყოფს ამ პრობლემის არსებობას. ამჟამად რუსეთში ჩერქეზების 10% ცხოვრობს. 90% კი საზღვარგარეთ იმყოფება და 150 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს სამშობლოში, კავკასიაში დაბრუნებას. ამიტომ ჩერქეზების მხოლოდ რუსეთის კი არა, საერთაშორისო დონის პრობლემას წარმოადგენს. ჩერქეზულმა დიასპორებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით რუსეთის სათათბიროსაც მიმართეს. ერთსაათიან შეხვედრაზე მათ რუს დეპუტატებს ისტორიული ფაქტები გააცნეს. რუსი პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტში ამ თემის განხილვის წინააღმდეგ გამოდიან. ყველა გამოსვლელი ამბობს, რომ ჩერქეზული დიასპორა რუსეთთან პირდაპირ დიალოგს აწარმოებს მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე. ჩვენ თვითონ გავარკვევთ ყველაფერს. მე იმისკენ რომ მინდა ყველაფერი გამოძიებული იყოს და მე ეს სამართლებრივი დასკვნა მინდა რუსეთის ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩერქეზული დიასპორები გენოციდის აღიარების მოთხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართავენ. ჩერქეზთა მიზანმიმართულად განადგურების ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებშიცაა გადაგზავნილი. უბეცენდედოს სესხი ქართულ კომპანიას ნახევარ მილიარდზე მეც ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე ბიზნეს ჯგუფი მიიღებს სესხს, რომელიც ოფიციალურმა ბაქომ გამოყო კომპანიამ არაბ და კარწახი პროექტის დასრულების შემდეგ 25 წლის განმავლობაში მიღებული მოგებიდან დაფარავს. 575 მილიონი დოლარი ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის გაგრძელებასა და დასრულებას მოხმარდება. აზერბაიჯანის მთავრობამ უპრეცედენტო სესხი ქართულ კომპანია მარაბ და კარწახს გამოუყო. გადაწყვეტილება საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პრეზიდენტ ალიევის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დამატებითი დაბინასება ამუშავდება, მინებიხად რომ ერთდროულად პროექტზე 300 კაცზე მეტი იმუშავებს და პროექტის დასრულების შემდეგ მხოლოდ ახალქალაქის სადგურში 550 კაცი იმუშავებს. ვარაუდობთ დაუბრუნდათ ფინანსური შეთანხმებები გადამზადებელთან, რომ თვითები რომელიც აზრიდან მოძრაობს, რომელიც ჩინეთიდან მოძრაობს საბჭოებში თლიანი გავლის ჩვენ მონაპოს, ეს თავისთავად დამატებითი შემოსავალია. 575 მილიონიდან პირველ ეტაპზე 300 დაიხარჯება და ძირითადად თეთრი წყარო ახალქალაქის მონაკვეთის მშენებლობა, რეაბილიტაციასა და ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის აშენებას მოხმარდება. მარაბ და კარწახი ახალი სესხის მიღების შემდეგ მშენებლობისთვის უახლოეს მომავალში საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს. ეს არ არის საქართველოს სახელმწიფოვანი, ეს არის კრედიტი გამოყოფილი კონკრეტულად მარაბ და კარწახის შეფასებისათვის და ამ ვალის გასტუმრება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ სარკინიგზო მონაკვეთის ოპერირებიდან მიღებული წმინდა მოგებიდან. ექსპერტების შეფასებით ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. გაიზრდება ტვირთბრუნვა და აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირება უფრო სწრაფად მოხდება. ინგლისური სამშობლოების დიდარი ბიზნესი გლობალური ტრანსპორტირების კომპანიების რაოდენობის დაზე ტვირთების მოძრაობის დაზე რაც მეტი შესაძლებლობები ექნება ურთიერთობის დიდ ქვეყნებთან, მით უმეტეს როგორც თურქეთი, მით უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ბაქო-თბილისი ყარსის ახალ ხაზზე სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. 70% უკვე შეასრულა თურქულმა მხარემ. გეგმის მიხედვით მუშაობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზეც. სამი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური პროექტის დასრულება მომავალ წელს იგეგმება. პირველი მატარებელი ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზაზე 2012 წლის ბოლოს გაივლის.
ვირტუალური კონტაქტი ახლობლებთან საქართველოს პირველი ქვეყანაა, სადაც ჯავრდებულებს ვიდეო პაემნების გამოყენება შეეძლებათ პირველ ეტაპზე ამოსახურებით არასრულწლოვანი პატიმრების სარგებლობები და მათ ვიდეო კონტაქტი ახლობლებთან თვეში 3-ჯერ შეეძლებათ. არასრულწლოვანთა თხოვნით პირველი ვიდეო პაემანი საყვარელ ტელეწამყვანებთან შედგა. გუსტავიორის გასართობი გადაცემის თქვენი შოუს წამყვანები პირველები იყვნენ, რომლებმაც არასრულწლოვან პატრონთან გასაუბრება ვიდეო პაემნის გამოყენებით შეძლეს. ოზართა საყრობილეში ახალი სერვისი ამოქმედა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ ახლობელს 15 წუთის განმავლობაში ესაუბროს. პირველი ვიდეო პაემანი პატიმრებთან დღეს პრობაციის ბიუროში შედგა. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არასრულწლოვანმა პატიმრებმა თავად შეარჩიეს. სხვადასხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები დღეს მშავდებულებს ძირითადად განათლებას და სპორტზე ესაუბრებოდნენ. ჟურნალისტების ადამიანები ვართ, ვინც ამ ბავშვების, ამ ადამიანების წინსვლაში ცხოვრების წინსვლაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ვილაპარაკეთ უამრავ რაღაცაზე, რაც შეუძლებთ, რაც უცბად მოგვივიდა აზრად, ყველაფერი ვკითხეთ, ნუ დავიგეთ, რომ ეს ადამიანი აბარებს, არის 18 წლის და ძალიან კარგია ეს, რა თქმა უნდა. საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საშელახსულების სისტემაში ვიდეო პაემნების სერვისი მოქმედებს. თავდაპირველად ეს მომსახურება მხოლოდ არასრულწლოვან პატიმრებში იმუშავებს. უახლოეს მომავალში კი სხვა საპატიმროებშიც დაინერგება. არის გარესამყაროსანი ურთიერთობის ეთიკი და დამატებით მნიშვნელოვანი ფორმა და უფრო ეფექტური. და ზოგადად ისეთი საშუალება რომ შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები გარეთ. გამორჩეული მნიშვნელოვანია პაემნების განსხვავებით, აქ არ არის შესული პირთა წრე. გრძელვადიანი პაემნების განსხვავებით პატიმართან დალაპარაკებას ოჯახის წევრების გარდა მეგობრები, ნათესავები და მეზობლებიც კი შეძლებენ. 15 წუთიანი ვიდეო პაემანი ფასიანი იქნება. სწრაფი გადახდის ტერმინებში თანხის ჩარიცხვის შემდეგ პრობაციის ბიუროს ოპერატორი პატიმრის ახლობელს მჯავრდებულთან დააკავშირებს. ეს არის სერვისი, რომელიც არის აგრეთვე კომფორტზე ორიენტირებული, რომ ადამიანი, რომელიც იმყოფება დასავლეთ საქართველოში და სურს დაუკავშირდეს პირობითად აღმოსავლეთ საქართველოში მყოფ ჯავრდებულს, შეუძლია ეს გააკეთოს ვიდეო პაემის მეშვეობით ყოველგვარი მგზავრობის და მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტის გარეშე. ვიდეო პაემანი სარგებლობა ყველა მოზადმის ჯავრდებულს თვეში 3-ჯერ შეეძლება. მსგავსი სერვისი მალე ქალთა საყრობილეებშიც ამოქმედდება. ტელესონიერამ 13 ქვეყნის კომპანიები ერთი ბრენდის სიმბოლოს ქვეშ გაერთიანა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ტელესონიერამ საკუთარ აბონენტებს როუმინგის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შესთავაზე, რომელიც სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ვრცელდება დღეიდან. ტელესონიერის ჯგუფის 18 კომპანიას სახელის შეუცვლელად ერთი კორპორატიული ფერისა და სიმბოლიკის მატარებელი გახდება. ტელესონიერამ გააერთიანა 18 ოპერატორი იგივე ლოგოტიპის ქვეშ. თავისთავად ამან მოიტანა სიახლეს თან, ამის მერე ჩვენ აბონენტებს ექნებათ უპრესიანეთი ფასაკლებები როუმინგში. შედეგად მივიღეთ ის, რომ 19 კომპანია არის ზუსტად ამ ერთი ფერისა და სიმბოლოს ქვეშ გაერთიანებული. ეს იყო ჯეოსელი დაწყებული, ერთ-ერთი პიონერი იყო ჯეოსელი და დღეს უკვე თითქმის ნახევარი ევროპა მოიცავს ამ იასამნისფერ ლამას ფერს. დანიელ რეჟისორი ერთი რეპლიკის გამო შეძლო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის ოქროს პალმის თოს გარეშე დარჩეს. ლარს ფონ ტრიერის ფესტივალის ორგანიზატორებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მიზეზი გახდა, რომ რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა. ოფიციალური ბოდიშის მიუხედავად რეჟისორს ეს ფრაზა არ აპატიეს. ბოდიშის მოხდის მიუხედავად ლარს ფონ ტრიერი კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. დანიელი რეჟისორი, რომლის ბოლო ნამუშევარი მელანქოლია ფესტივალის ფავორიტთა შორისაა, ნაცისტობაზე გაკეთებული კომენტარის გამო დასაჯეს. სკანდალი ფილმის პრემიერამდე გამართულ პრეს-კონფერენციას მოყვა, სადაც ლარს ფონ ტრიერმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა. მისიას გამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც დარბაზში მყოფი ჟურნალისტებისთვის, ასევე მსახიობებისთვისაც. კრისტენ დანსტმა რეჟისორის შეჩერებაც კი სცადა. To be a Jew and then I found out that I was really a Nazi. მინდოდა ებრაელი მყოფილიყავი, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ნაცისტი ვარ, რადგან გერმანული ოჯახიდან ვარ, რაც სიამოვნებას მანიჭებს. რაღაც ეტაპზე ჰიტლერისაც მესმის, შემიძლია წარმოვიდგინო როგორი იჯდა ბუნკერში. კარგი, ჩათვალეთ რომ ნაცისტი ვარ.
პრესკონფერენციის შემდეგ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა რეჟისორს ახსნა განმარტება მოსთხოვეს. ლარს ფონ ტრიერმა კი სკანდალური კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა და პროვოცირებაში მედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა. რეჟისორი მისი გერმანული წარმომავლობის შესახებ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ყველასთვის ცნობილია, რომ ლარს ფონ ტრიერს პრესა არ უყვარს. არც გამკვირვებია მისი ნათქვამი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჰიტლერზე დაიწყებდა ლაპარაკს. ამის გამო მას პრობლემები ამერიკაში შეექმნება. ალბათ სულ მალე გაიგებთ, რომ მას ბოიკოტს უცხადებენ. როდესაც ლარს ფონ ტრიერი საშინელებებს ამბობს, მაშინაც კი შემიძლია თანაუგრძნო. ის შეკითხვებს თავისებურად პასუხობს. ამიტომ მისი ნათქვამი სერიოზულად არ უნდა აღიქვა. რეჟისორი თავს გაჩვენებს, რომ არაპირებს პასუხი გაქცეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც პასუხობს. დარწმუნებული ვარ, გაზეთები ამ ამბით აჭრელდება. რეალურად კი ვერავინ გაიგებს, რომ ადამიანმა მხოლოდ იხუბრა. რეჟისორის ანტისემიტური გამონათქვამები დაგმეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა, რომლებსაც ლარს ფონ ტრიერს ამორალიც კი უწოდეს. I just have one thing to say. ტრიერის მელანქოლია ოქროს პალმის რტოს მთავარ პრეტენდენტად სახელდებოდა, თუმცა კანში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრესკონფერენციაზე მომხდარი სკანდალის გამო დანიელი რეჟისორის იმიჯი იმდანაც შეილახა, რომ შესაძლოა ის მთავარი პრიზის გარეშეც დარჩეს. უმსხვილესმა ამერიკულმა გაზეთებმა ფონ ტრიერის ახალ ნამუშევარზე რეცენზიების დაბეჭდაზეც კი უარი თქვეს. სოფლიო პრემიერა თბილისის კინოთეატრებში დღეიდან ქართველ მაყურებელს ყველაზე ექსცენტრიული მეკობის ჯეკ ბეღურას ახალი თავგადასავლების ნახვა შეეძლება. კარიბის ზღვის მეკობრეების პრემიერისთვის კინოთეატრ ამირანში ალდაგი ბისეის თანამშრომლობა სპეციალურად დადგმული ცეკვა შეასრულეს. კინოთეატრების სტუმრებს მთავარი გმირის ორეული მასპინძლობდა. პენელოპა კრუსსა და ჯონი დეპის ფარიკაობის სცენა კი გიორგი და კრისტი ყიფშიძეებმა შეასრულეს. ეს არის ფილმი, რომელიც წლის კინომოვლენად აღიარეს და ჩვენც ვეცადეთ, რომ ძალიან კარგად და სერიოზულად მომზადებულიყავით ამ პრემიერისთვის. იმედია ჩვენი მაყურებელი მაყოფილი ანჟელიკა დროუს მასწავლე რთული, იმიტომ რომ არ მაგ დანახეთ ფილმი. უბრალოდ არავის არ აქვს დანახეთ პატარა ტრეილერი. მე დაახლოებით ვიცი, ანუ როგორ არის ძალიან ისეთი ძლიერი ხალი. და ახლა კურიერში ამინდის დროა პროგნოზ დღესალიკო გაგვაცნობს. ყველამის განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ საქართველოში დროგამოშობით მოეყრდნობა. უმეტეს რაიონში მოსალოდნელი ახალმოკლეწვი მოაჩეკით, აღმოსავლეთ საქართველოს შესაძლებელია სიტყვა, იქაურებს ცვალებადი მიმართულების კარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ატომში 20 გრადუსით 22 გრადუსია ნავარაუდები ფოთში, სოხუმში 20 გრადუსი. Ჭუმბიჩი 24 გრადუსი იქნება, ახალციხეში 24 გრადუსია. ანალოგიურად ქუთაისში საერი 24 გრადუსამდე გათბება, 22 გრადუსი იქნება ნენდახში, ანკელავში 23 გრადუსი. ცუნაში 24 გრადუსი, თბილისში საერი 24 გრადუსამდე გათბება, 25 გრადუსი იქნება რუსთავში, ანკელავში 24 გრადუსი, სიენაში 24 გრადუსი. თბილისში დროგამოშობით რუბლიან გამოიმატებს, შესაძლებელია ხანმოკლეწვი მოაჩეკით, ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა დილის 9 საათზე 17-12-ზე 22, 15-ზე 24, 15-ზე 23 და 21 საათზე 15 გრადუსია. უახლოესი დროების პროგნოზი გასცემ. ქართული გზაჯვარედინი როგორ მოხდა მომგების ახალ ვიდეორგოლში ქართული ტრაფარები. შეიძლება რომ რეჟისორის სურვილი იყო და მონტაჟის ერთ-ერთი ხერხი რომ ჩასვა ეს კადრი.